მოგესალმებით მეგობრებო. დღეს შაბათია, 7 საათი და მინდა მოგესალმოთ, თქვენ ოჯახში ახლა მიმდინარეობს ჩემი გადაცემა და მოდით ვილაპარაკოთ რა ხდება და როგორ ხდება ჩვენ წყობაში და ჩვენ აი ბევრი მე ვილაპარაკე ჯადოებზე, ბევრი ვილაპარაკე მე თვალზე, კრაშეებზე, მაგრამ ჩვენ არ ვილაპარაკეთ კიდე ძალიან აქტუალურ თემაზე. ეს აქტუალური თემა არის პანიკური შიშები. რა არის, როგორ უნდა ავხსნათ ეს ჩვენ პანიკური შიში? და რომელი კუთხე მე მინდა გააგებინოთ, რომ ეს არის სამედიცინო კუთხე არის, ფსიქოლოგიური კუთხე, ფსიქიატრიული კუთხეც არის, წამლების მიღებითაც არის, მაგრამ მე მინდა აგიხსნათ რა ხდება პარანორმალური კუთხიდან გამომდინარე ეს პანიკური შიში. პანიკური შიში ეს არის დახურული სივრცის შიში, როცა ზოგი ლიფტებში, დახურულ ლიფტებში, დახურულ სივრცეებში პანიკაში ვარდებიან, რა ხდება? ან ბავშვები, ან მოზრდილები, ან დიდები და რამდენიც არ გინდა დალიოთ წამლები, ხო, მაინც ეს არ რჩება, ეს რჩება გონებაში. მე მინდა აგიხსნათ, რომ ეს პანიკური შიში არის პარანორმალური კუთხიდან გამომდინარე. პარანორმალური კუთხე რა არის? როცა უხილავი სამყაროდან და არის ერთ-ერთი კარმული დაზიანება, რომელიც შეიძლება წინა ცხოვრებაში, შეიძლება ზოგი გაიცინოს ახლა, მაგრამ მომისმინეთ კარგად და მე მინდა გითხრათ, რომ წინა ცხოვრებაში შეიძლება იჯექით ციხეში, ან იყავით დახურულ სივრცეში და ამ ცხოვრებაში ეს შიში წამოყვა თქვენ აქ. არის გენეტიკური შიში და არის კიდევ შიში აი ეს წინა ცხოვრების რეინკარნაციული შიში და ეს შიშები ძალიან ცუდად მოქმედებს ადამიანის დღევანდელ ფსიქიკაზე, ეს როგორც დიდებისთვის, ისე პატარებისთვის. როგორ შეგვიძლია ჩვენ რომ ეს გავარკვიოთ, რის შიში გვაქვს? აი როცა ჩვენ ვარკვევთ, რომ ეს არის გენეტიკური შიში, ან კიდე შიში, აი ეს რეინკარნაციული, აი კიდევ და კიდევ ჩვენ ხვდებით კარმებთან დაკავშირებით, მაშინ ჩვენ შეგვიძლია მარტო განვიკურნოთ ამ შიშისგან. ძალიან ბევრი პაციენტი მყავს ეგეთი განკურნებული, ფაქტიურად განიკურნეს ეს ტუნელებში, ვინც საჭესთან აზის ტუნელში ვერ შედიოდნენ, გვირაბში ვერ შედიოდნენ, ხო, ჩვენ ხო გვიწევს გვირაბშიც შესვლა, ხო, ვინც საჭესთან ზის, ვინც დადის გვირაბში, ლიფტებში ვერ შედიოდნენ, მარტო ვერ რჩებოდნენ სახლში. და აქედან გამომდინარე, როცა ჩვენ ვაკეთებთ დიაგნოზს ასტრალის, კარმის, აურის და განაკეთობების, აქ არის უფრო უმეტესობა არა განაკეთობა, აქ არის აი ეს კარმული დაზიანება, მაგრამ ჩვენ უნდა გავარკვიოთ, ეს არის რეინკარნაციული თუ არის გენეტიკური კარმიდან გამომდინარე, თორე ესე შეგვიძლია ჩვენ დავლიოთ წამლებით, ეს გრძელი მკურნალობა, რომელიც შეიძლება ჩვენ დავლიოთ წამლებით, ჩვენ ვიმკურნალოთ, მაგრამ პრაქტიკულად რაღაცა დრო გამოგვივიდეს ეს შიში გულიდან, მაგრამ ფაქტიურად ეს ფობია ვერ გავა და ვერ განიკურნება და აქედან გამომდინარე ეს უკვე გრძელვადიანი მკურნალობა ყოველთვის უნდა იარო ფსიქოთერაპევტთან, ყოველთვის უნდა იარო ფსიქოლოგებთან, რომ რაღაცა პატარა დროის მანძილზე ან კიდე ელემენტალურად ან ერთი თვე, ან ორი თვე, ან წამლები ანტიდეპრესანტები დავლიოთ და აი ამასთან დაკავშირებით ჩვენ უკვე დისკომფორტ გძნობთ ჩვენ თავებზე და ესე შეიძლება მე დასაცინიც გავხდეთ, აი ძალიან ბევრი ახალგაზრდა გოგოები, რომელიც ლიფტში ვერ შეიყვან პრაქტიკულად, იმიტომ რომ ეს არის დახურული სივრცე და შეიძლება გულიც გაუსკდეს ადამიანს ამ მომენტში. ეს არის ძალიან საშიში, როცა ადამიანს აქვს აი ეგეთი შიშები,
მაშინ არაფრის დიდებით არ დაცინვა საჭირო, იმიტომ რომ უბრალო ადამიანი ამას ვერ გაიგებს, იმიტომ ჩვენ ვართ შეჩვეულები მე-16 სართულზე წასვლა, მე-15-ს, მე-13-ს, შესვლა ლიფტში, უბრალოდ გვირაბშიც გასვლა. ეგეთი უბრალო ადამიანები ვართ ჩვენ და მაგრამ ეს არის განკუთვნილი ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც ამ შიშებთან არის დაკავშირებული. იყო ეგეთი გადაცემები ძალიან ბევრი სამედიცინო კუთხიდან, მიწვეულებიც იყვნენ, ფსიქოლოგებიც, სხვა გადაცემებში მე უყურებდი, მაგრამ პასუხი რასთან აგვაქვს ურთიერთობა, არავის არ ახონდა. ამბობდნენ, რომ ეს არის ერთ-ერთი ფსიქოლოგიური ან ფსიქოთერაპიული დაბადება, სადაც უნდა აუწიოთ ფსიქოთერაპევტები თავისი ლაპარაკით, თავისი მოგზებით უნდა განკურნოს, მაგრამ ფაქტიურად განკურნებული ჯერჯერობით ამ კუთხიდან ჯერ ვერ ვნახე მე ამ ხდენი, მე ვმუშაობ ამ კუთხით. შეიძლება ეხლა ექიმები მე მითხრა როგორ ინკურნება, მაგრამ ნუ იტყუებთ ნუ რავინ თავს, იმიტომ შეიძლება დღეს ადამიანი თქვენთან მოვიდეს, დალიოს სწამლებიდან ყველათ, მაგრამ მეორედ აღარ მოდის და თქვენ ნუ გონიათ, რომ ეგ ადამიანი განიკურნა. აქ ძალიან ბევრს ნიშნავს სიტყვის ძალა. რა არის სიტყვის ძალა? ერთ-ერთი მაგიური კუთხეა ეგ სიტყვის ძალა. როცა ჩვენ ვლაპარაკობთ, როცა ჩვენ ადამიანებთან გვაქვს ურთიერთობა, თუ ჩვენ ვლაპარაკობთ და რაღაცა სიტყვებს ვისწორით და გონია ჩვენ რომ ჩვენ მართლები ვართ, აქედან გამომდინარე ჩვენ გვქვნით ადამიანური აგრესიები. იმიტომაც ძალიან ბევრ ოჯახებში ეს ხდება ჩხუბი, კამათი, დაშორება, იმიტომ ჩვენ თავს არ ვეკუთვნით იმ მომენტში და არ ვუფიქრდებით რა გავაკეთეთ, რა ვუთხარით მოპირდაპირე ადამიანს. იმიტომ ძალიან ბევრი ქალწულები იციან ესეთი სიტყვების სროლა. რატოა ეს ზოდიაქო ესეთი, იმიტომ რომ ძალიან ეგენი არიან, პასტანად ლაპარაკობენ, რაც აზრებში, რაც ტვინში მოუვათ, პირდაპირ ამბობენ, ხო? მაგრამ თუ შენ არ ახარ ნაკითხი და არ აგაგ მარაგი სიტყვების, შენ ყოველთვის აღმოჩნდები კონფლიქტურ ზონაში. იმიტომ რომ იმდენად ლაპარაკობენ არასწორად, იმდენად სიტყვებით თამაშობენ, როცა აგრესიაზე მოდის, შეიძლება даже გინებაზე გადავიდნენ უკვე და მეორე ადამიანში გამოიწვიონ დიდი აგრესია. იმიტომაც აქ სიტყვების სიმფონია, თვითონ სიტყვის სიმფონია არის კოსმოსთან დაკავშირებული. არის და აქედან გამომდინარე, როცა ფსიქოთერაპევტი ჩვენ ზუსტად ამასთან აგვაქვს ჩვენ ყველაფერი ურთიერთობა, ამ ფობიებთან და ამ დაავადებასთან დაკავშირებით, როცა ჩვენ მივდივართ ექიმთან და ჩვენ არასწორად სიტყვებით გველაპარაკებიან, კი, ჩვენ ვიცით, რომ ჩვენ შეშინებულები ვართ, კი, ჩვენ ვიცით, რომ ჩვენ ვართ არ შეგვიძლია შევიდეთ ან ლიფტში, ან მარტო ყოფნა არ შეგვიძლია, ხო, ელემენტალურად, მაგრამ ჩვენ გვეუბნებიან, რომ ავად არ ვართ და მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ავად ვართ, ხო, ელემენტალურად და ვერ ვიგებთ ის, რაც ჩვენ ყურმა გაიგებს სწორედ, რაც ჩვენმა ტვინმა აიგთქვავს სწორედ, რომ ეს ჩვენ ტვინამდე, ამ ჩვენ უჯრედამდე მივიდეს და ეს ყველაფერი ნელ-ნელა მოიხსნას. ძალიან ბევრი даже ბავშვებიც არიან, ელემენტალურად შფოთვა, ღამის შფოთვა, ჩვენ ვაბრალებთ ზოგჯერ ნერვიულ სისტემას, მაგრამ ნერვიული სისტემა სხვა კუთხეა და ეს სხვა კუთხეა. Იმიტომ ყველაფერი ნერვიულ სისტემას ჩვენ არ უნდა დავაბრალოთ. ღრმა ძილი, ხო, ეს არის უკვე ნერვიული სისტემის დაწყნარება და როცა ჩვენ ზეპირულ ძილში ვართ, ეს არის უკვე შფოთვის ძილი. შეიძლება მომენტალურად გავიღვიძოთ და მერე ვეღარ დავიძინოთ და მერე აისახება მეორე დღეზე.
ბოდიშით. აი სიტყვის ძალა ეს არის ძალიან სათუთი. აი ჩვენ ახლა ვლაპარაკობთ, ხო? მე ვაძლევ თქვენთვის უკვე პოზიტიურ ენერგიას. თქვენ გძნობთ ჩემგან თქვენს პოზიტივს. ზოგი შეიძლება აიღოს და აგრესიაში მიიღოს. ვინ არის ეს ადამიანი, რას ლაპარაკობს და მე მთელი დღის განმავლობაში ეს ფიქრი აწუხებს. ზოგჯერ ანალიზებს უკვე უკეთებთ. სწორეს თქვა ამ ადამიანმა თუ არა. მე რო ხვდებით უკვე ამ სიტყვებს, რომელიც თქვენ უკვე იცით რომ ეს რა მართალის თქვა ხო ადამიანმა. მე უკვე თქვენ თვითონ უკვე თქვენ თავთან ბრძოლობთ. აი რამხელა ძალა აქვს თვითონ სიტყვას, თვითონ ხმას, ჰარმონიას, რომელიც ჩვენ ვუშვებთ კოსმოსში, როგორც პოზიტიური, ისე უარყოფით ჰარმონიას. აი ძალიან ბევრი ვიცი, რომ ადამიანი ლაპარაკობს და არ მინდა რომ მოусმინო, ხო? იმიტომ რომ იმდენად გამაღიზიანებლად ლაპარაკობს, იმდენად უარყოფითი მოაქვს, ხო? მეორე ადამიანის რომ შეიძლება გაიქცეს ადამიანი. აი აქ უკვე უარყოფითი აურა, რომელიც შეიძლება შემოიტანოს თავისი სიტყვით, თავისი ქცევით. მე უკვე მეორე ადამიანი ამბობს, რატო არ მომისმინა, რატო არა. იმიტომ თქვენ არასწორად მიაწოდეთ. აი თუ თქვენ მოგაწოდეთ საჭმელი და ეს საჭმელი აი მოგიგდეს აი ესე და რაღაცნაირად უიმისოთ გავიდნენ, ხო? შეჭამთ თქვენ მიირთმევთ ეგეთ საჭმელს. მე მგონი არ მიირთმევთ. შეგეშინდებათ დაჟე მირთმევა, იმიტომ რომ შეიძლება ამ საჭმელში იყოს ძალიან ბევრი ისეთი უგემო საჭმელიც აღმოჩნდეს. შეიძლება დაჟე გემრიელი საჭმელი გახდეს უგემო. აი რატო ვამბობ მე, როგორც ქცევას აქვს დიდი მნიშვნელობა, ისე აქვს სიტყვას და ისე აქვს ადამიანის დაჟე შემოხედვას. იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს აურა, ჩვენ გვაქვს ბიოველი და როცა ჩვენ როგორ მივმართავთ ხო ადამიანს, ზოგჯერ ვაღიზიანებთ, ზოგჯერ უყვართ ჩვენთან ურთიერთობა, ხო? ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ ჩვენ პოზიტივი შემოვიტანოთ. აუცილებლად ლამაზი ქალი ვიყო, ან ლამაზი მამაკაცი იყოს, არა. ზოგჯერ არის, რომ ადამიანი სულაც აი არ მოგეწონოს ვიზუალით, მაგრამ ისე იტყვის, ისე ლამაზად მოგაწვდის თავისი ნათქვამს, რომ სულ ყოველთვის გინდა რომ მოусმინო, სულ ყოველთვის გინდა რომ მაგასთან თქვენ ურთიერთობა გქონდეთ, ხო? როგორც მეგობრული, ისე ადამიანური ურთიერთობები და გინდათ სამსახურებრივი ურთიერთობები. და როცა ადამიანი მარტო თავისი მეს ზემოთ წევს, ის უკვე გონია რომ აი შენ არაფერი არ ახარ ამ ცხოვრებაში და ცდილობ რომ გაიქცე ადამიანებს. ეგეთები უფრო არიან ლომები, ეგეთი არიან ქალწულები, ეგეთი ხალხი არიან ვერძები და თხის რქები. აი ეგეთ ხალხთან უფრო არ უყვართ, როცა მიუთითებ რაღაცა, როცა ეუბნები, ისინი თვითონ უნდა გადაწყვეტილება მიიღონ, თვითონ უნდა გაჭრან, თვითონ უნდა შეკერონ, მაშინ როცა ხვდებიან უკვე იმ ხიფათთან დაკავშირებით, რომელიც ვიღაცამ მიუთითა, აი მაშინ მერე უკვე გონიათ რომ იჯერებენ და მერე უკვე გვიანღა არის. ეგეთივე არიან პატარა ბავშვები, значит მე რას ვამბობ, რომ დახურული სივრცე, პანიკური შიშები, ეს არის პარანორმალური მოვლენა. ოღონდ ჩვენ აქ უნდა გავიგოთ, ეს არის რეინკარნაციული თუ ეს არის გენეტიკური და აქედან გამომდინარე უკვე შეიძლება დაინიშნოს სეანსები და მაგისტრი მკურნალობა და ეს მკურნალობა მე ვიცი რომ ბერს უკვე სამუდამოდ მოეხსნა
ეს დაბადება და არიან დღეს ნორმალურად ცხოვრობენ და არაფრის შიშები არ აქვს. აი მე ვიცი რომ ბავშვები ზოგჯერ ისე ეშინიათ რომ სასწოლის ქვეშ იყურებიან ხო არავინ გვიყურებს, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით რომ არსებობს ჭინკები, არსებობს უარყოფითი აურა, არსებობს აი ეს უარყოფითი კლაშეები და კოსმიური პარაზიტები, რომელიც როგორც უფრო დიდებისთვის არის საშიში, ისევ პატარებისთვის არის საშიში. იმიტომაც ყველანაირად უნდა ჩვენი აურა გავისინჯოთ, ხო არ არის რამე ჩვენ ან შვილებზე, ან ჩვენ ახლობლებზე, ან იგივე ჩვენ თავებზე. როცა ვართ ჩვენ შეარაღებულები, მაშინ არის რომ დაცვილებიც ვართ ჩვენ ყოველთვის. კიდევ და კიდევ გეუბნებით, რომ ზოგჯერ ზოდიაქოდან გამომდინარეც არის აი ეს აგრესიული ფონი და ისე, ყოველთვის უნდა ლავირირება გავაკეთოთ, რომ ადამიანებთან ურთიერთობაში თუ ჩვენ შევხვდით ლომთან, ან თუ შევხვდით ჩვენ ქალსულთან, ან თუ შევხვდით ვერცხთან, ვეცადოთ, რომ არ გავაღიზიანოთ ესეთი ადამიანები ჩვენი ან ლაპარაკით, კიდაც ორი ლომი რომ დადგეს ერთმანეთთან, ან ორი აი ყველანაირად უნდა ვეცადოთ, რომ ერთმანეთს არ შეუშალოთ ხელი ჩვენ პოზიციაზე დასადგომად. თუ ხედავთ თქვენ, რომ ადამიანები სიტყვას ვერ იგებენ, უფრო უკეთესია გაეცალოთ რამოდენიმე ხანი თქვენი სიტყვას თქვით და გაეცალეთ ეგეთი ხალხისგან. და კიდევ ვამბობ, რომ აი ეს ფობიები და აი ეს ადამიანური შიშები, როგორც უფროსებისთვის, ისე პატარებსაც აქვს, ძალიან მარტივად შეიძლება იქვე დიაგნოზმა გვიჩვენებს რამდენი ხანი დაჭირდება ეს სეანსები, უკვე ადამიანთან რომ მოდიხართ უკვე და ლაპარაკობთ და შეიძლება 3 სეანსიდანაც ეს ყველაფერი მოიხსნას და შეიძლება დაჭირდეს 1 თვეც და 40 დღეც. ეს უკვე დიაგნოზიდან გამოდიოდა და ადამიანის ფსიქოლოგია და როგორი ნდობა აქვს, აი როცა მიდის და მართავს თვითონ აი ამ თავის ექიმს. ამ კუთხით მე ვეძახი უკვე მაგისტრებს და ასეთი ჩხიბავი მაგას ვერ იზავს ვერაფრის, ვერც ერთი სანთლით და ვერც ერთი კალით, რომელიც ეგენი შელოცვებს აკეთებენ, ეგ არ იქნება სწორი. თქვენი მისვლა უფრო უკეთესია, რომ თქვენ უნდა მიმართოთ ასტროფაროფსიქოლოგებს, რომელიც ცოდნე და რომელმაც იციან რა კუთხით უნდა თქვენ მიმართოთ, რომ ადამიანი განიკურნოს, იმიტომ ეს ყველაზე ცუდი დაავადება ადამიანში, რომ აქედან გამომდინარე შეიძლება ადამიანი გული გაუსკვდეს და გარდაიცვალოს. ძალიან ბევრი გამიგია, რომ შიშისგან გარდაიცვალა. მეუღლე გავიდა სახლიდან გარეთ და დაავიწყდა, რომ მეორე მეუღლეს ეძინა, ხო, ელემენტალურად. ჩაკეტა კარები, გავიდა და რა დახვდა მერე, რომ ქალი გაიღვიძა, დაინახა, რომ ვერ გადის გარეთ, იმიტომ ერთოთახიანი ბინა იყო, ვერ გადიოდა გარეთ, აი ამ სივრცეში იმდენად მთელი დღის განმავლობაში იმდენად პრობლემა შეიქმნა მაგის, რომ მეორე დილით უკვე ელემენტალურად ეგ ქალბატონი გარდაიცვალა აი ამ შიშებით. რომ არ მივიღოთ სავალალო კუთხე, ჩვენ უნდა აუცილებლად განუკურნოთ ჩვენი საახლობლო ადამიანი, საახლობლო წრეში ადამიანი და ყოველთვის ვიფიქროთ, ვისთან მივმართავთ, რა სიტყვა ითქმება, როგორი პროფესიონალია, რა სიმფონია ამ სიტყვებში, რა დევს, იმიტომ რომ ყველას როცა მიდიხარ თქვენ მაგისტრთან ან ექიმთან, ხო, თქვენ გინდათ გაიგოთ ის, რაც თქვენ არ იცით და რაც თქვენ იცით, განიშნა ის გამაღიზიანებლად და თქვენ უკვე ნდობა გეკარგებათ და დგებით და მიდიხართ უკვე მაგისგან.
აქედან გამომდინარე უკვე შფოთური ძილიც გექნებათ, აი ეს თვით სიმპტომები ძილიც იქნება შფოთური, აქედან გამომდინარე, რომ ადამიანებს უკვე უჩნდებათ უნდობლობა, აგრესია და შეიძლება ადამიანმა ვერ გითხრათ, ყველას ვერ უთხრას თავისი დავადებისგან და აი აქედან გამომდინარე შეიძლება მოხდეს აი ეს პრობლემები, რომ ადამიანი შეიძლება აგრესიულიც იყოს. ეს არის კარმული დაავადება, ერთ-ერთი კარმული დაავადება, რომელიც კი შეიძლება გრძელვადიანიც იყოს, გამოსასვლელად შეიძლება სამ დღეშიც ადამიანი დადგეს ფეხზე, მაგრამ კიდევ გეუბნებით, თუ გნებავთ მედიკამენტოზური ეს ანტიდეპრესანტები დალიოთ ეს თქვენი ნება, მაგრამ მაინც შეხედეთ, რომ ან თირკმელზე არ იმოქმედეს მაინც ანტიდეპრესანტი თავისას აკეთებს, ხო? ან იმას მოქმედებს რომელიღაც ორგანიზმზე, მაგრამ შედეგი არის ძალიან მაინც სავალალო და ჩვენ მაინც ვერ გამოვდივართ ამ მდგომარეობიდან, როგორც უფროსები, ისე ბავშვები. განვიხილეთ ეს საკითხი, მე მგონი მე ადვილი ენით ავხსენი, არ დავიწყე სამედიცინო და მაღალფარდოვანი სიტყვებით ახსნა, მე ყველასთვისა ვარ ღია, რომ ყველას გონება იყოს სწორ მიმართულებაში გამიგოთ, რა მინდა გითხრათ და იმიტომ რომ ეხლა კი იტყვიან, რომ აი ხო შეიძლებოდა ეთქვა სხვანა ვერ გაიგებენ ზოგჯერ ხალხი რა ტერმინოლოგიას ხმარობენ სამედიცინო კუთხით და იმიტომაც მე მინდა რომ ეს ტერმინოლოგია ჩვენ გადავდოთ და უბრალო ენით ახსნათ რა არის აი ეს პანიკური შიშები, რა არის პარანორმალური მოვლენასთან დაკავშირებული, რატო ხდებით ჩვენ დახურულ სივრცეში ცუდად და რასთან აგვაქვს ურთიერთობა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ჩინკებია, ძალიან ბევრი აი ეს კლაშეებია და ერთ-ერთი კიდე არის შავი ხვრელები. აი დღევანდელი დღით ძალიან ბევრი მანქანები ძალიან ბევრი გადავარდა მტკვარში, ხო? მოდით დამეთანხმეთ, რომ უკვე მეოთხე თუ მეხუთე მანქანაა, რომელიც ხალხთან ერთად ერთი და იგივე ადგილზე რა ხდება, იქ ვარდება. აი ბევრჯერ შეკითხვა, თუ რა, ყველა არ მართავს, კარგად, კაი, ერთი მანქანა ჩავარდა მტკვარში იმ ადგილზე, მერე მიყვა მეორეს, მერე მიყვა მესამე, რა ხდება? ერთ-ერთი პარანორმალური მოვლენასთან გვაქვს არის ღია პორტალი, სადაც იზიდავს აი ამ მანქანებს და იღებს იქიდან ენერგიებს. გეთ როგორ არის? ზოგი მე გავიგე, რომ 7G სტოლბები დგას, ადრე არის დგა, ეს 7G სტოლბები და თუ იცით, რომ 7G-ა და ის იზიდავს მანქანებს, რატო მაშინ არ ხსნით, ხო, ამ სტოლბებს? მაინც ის სტოლბები დგას, მაინც ის მიმზიდველია, მაგრამ ეს არ არის ეს. ყველამ უნდა იცოდეთ, რომ იქ არის ღია პორტალი და ცოტა ფრთხილად უნდა გავიაროთ ის ადგილები, იმიტომ რომ არის საათები, არის პერიოდები, სადაც იხსნება ეს პორტალი და მსრუტავი, როგორც პილისოსისავით, მსრუტავს აი ამ მანქანებს, რომელიც საჭე ვეღარ იკავებენ. აი სულთად კაი მანქანა, რომელიც ახალი მანქანები, აი ზუსტად აი იმ დღეს 3 ადამიანიო გარდაიცვალაო. იმავე ადგილზე 2 ადამიანი გარდაიცვალა, ერთი და იგივე ადგილზე. ხდება აი ეს პარანორმალური მოვლენა. ეს არ არის ის მოვლენა, რასაც ჩვენ შეგვიძლია დავუძახოთ თვითმკვლელობები. თვითმკვლელობა ეს არ არის, ეს არის აი პორტალი როცა ღია, იქ როგორც ტორნადოსავით რო გადადის, ხო და სრუტავს ყველაფერს, ზუსტად ესე სრუტავს იმ მომენტში, მაგას ეს რაღაცა 10 წუთი იქნება თუ 5 წუთი იქნება, ეს წამიერი ხდება, ხო ის მომენტები და როცა ჩვენ იმ პერიოდში შეიძლება გავდივართ ამ მომენტს, აი ის მომენტი შეიძლება და
უბრალოდ ადამიანიც იდგეს და იმ მომენტში შეიძლება ჩავარდეს აი ამ მტკვრის ადგილად. მე მგონი მე ადვილად აგიხსენით რა ხდება პარანორმალური კუთხით, ჩვენი ხედვით, რა ხდება იქა და როგორ შეიძლება ადამიანები დაიცვან თავისი თავი. მოდით ახლა ვთქვათ, რომ დღევანდელი დღით ჩვენი ბავშვები, ძალიან ბევრი ბავშვი, რომელიც 2001 წლიდან წამოვიდა ინდიგო ბავშვები, ხო? რომელიც მე-6 გზნობა არის ძალიან განვითარებული და აი აქ განვითარებასთან დაკავშირებით, რომ ერთი კუთხე არის განვითარებული, როგორ ვუნდერკინდები, ადრე ჩვენ ვამბობდით ვუნდერკინდს. ეხლა ვამბობთ ჩვენ, რომ ეს არის ინდიგო ბავშვები. ეს იყო შოპენი, ეს იყო ბახი, ეს იყო აი ეს ვუნდერკინდები, რომელიც ჩვენ გვყავდა და ეხლა ჩვენ ვეძახით ეს ინდიგო იასამნის სფერის აურის ბავშვები. ზუსტად ეგეთი ბავშვები, რომელიც გრძნობენ წინასწარ, გრძნობენ რა იქნება და როგორ იქნება. და აქედან გამომდინარე ძალიან გავს აი ამ აუტისტურ სპექტრს მაგათი დაბადება. აუტისტური არსებობს, აუტისტური სპექტრი ეს არის როცა გენეტიკურ კარმაში არის ძალიან ბევრი დაზიანება, აი ზუსტად ის რომ რაღაც არასწორი გააკეთეს მშობლებმა, ბებიებმა, ბაბუებმა, ან ვიღაცა მოკლეს, ან ვიღაცა მოუკვდათ ისეთი ადამიანი, ან მაწყევრები იყვნენ და ეს ყველაფერი გადავიდა უკვე მესამე-მეოთხე თაობაზე, ხო და ვიღებთ რა, ან დაუნიზმს, ან რომ ის ოჯახი ხო ელემენტალურად უკვე განადგურებულია, რომ უყურებს აი ამ ფაქტებს, რომელიც თავის ოჯახში ხდება ბავშვის სახით. როგორია ხო, ბავშვი როცა ყავთ ავად და მშობელი უყურებს იმის ავადმყოფობას და ვერ შველის, კი შეიძლება რაღაცა საშველი მოინახოს და ადამიანმა განეწყოს სწორ მიმართულებაზე, მაგრამ ხო ეს ხო ტანჯვა ადამიანის ოჯახში როცა ხდება და მე რატომ ვამბობ, რომ ყოველდღიურ კარმაში, რასაც ჩვენ დანაშაულს ხდებით, მე შეიძლება უცბად ჩვენ თავებზე არაფერი არ ვიმყოფთ, ხო? მაგრამ შვილზე პრობლემები აღმოჩნდეს. აი ყველაფერი თუ რამე პარანორმალურ კუთხესთან ყოველთვის ვუბრუნდებით ამ კარმებს, ამ კლაშეებს, ამ ლავრებს, ამ აი ელემენტალურად ის არის, რომ პარანორმალური სამყარო ისეთი ამოუცნობელია, რომ თან ყველაფერი გაერთიანებულია ერთმანეთში, ხო? ის თეთრიც, ის შავიც, ის რუხიც. მაგრამ ძალიან ბევრმა მეკითხება ქალბატონო ანა, რა მნიშვნელობაა მაგია? არა, მაგია არ არის. არის თეთრი, არის შავი მაგია, ხო? აი ამ თეთრ მაგიაში ეს არის ის ლოცვები, რომელიც არის გასასუფთავებელი, შავ მაგიაში გამკეთებელი. არსებობს კიდე რუხი მაგია, რომელიც შემოაქვს ადამიანის ცხოვრებაში სასიყვარულო ჯადოები. ამას ქვია რუხი მაგია. ჩიბავები ძალიან ბევრი სანთლებით მუშაობენ, კვერცხებით მუშაობენ და რაღაც ბოქლომებით მუშაობენ, ხო? და არის კიდევ შავი სასიკვდილო მაგია, ეს არის ვუდუ მაგია, რომელიც დღევანდელი დღით ხშირად ხვდებით ჩვენ. значит, არსებობს წითელი მაგია. წითელი მაგია რა არის? წითელი მაგია ეს არის ენერგიების გაცვლა. აქ მეტაფიზიკური კუთხეც შეიძლება ჩავრთოთ, ალქიმიური კუთხეც, ხო? ეს არის ენერგიების გაცვლა. რა არის მწვანე მაგია? მწვანე მაგია ეს არის როცა ჩვენ გვაქვს ბალახოვანთან მოსახარშად რომელიღაც ბალახის, რომელიც უნდა განკურნებისთვის იყოს, რომელიც ან უნდა მოხსნისთვის გქონდეთ, ეს არის როგორც მანდრაგორები, გოტუკოლები, იოხიმბი, ნარდი, სანდალის ფესვები, აი რასაც ქვია ბუნებასთან რაც არის დაკავშირებული. ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც ამბობს რომ აი შავი, თეთრი, აი თეთრ მაგიას უფლება არ აქვს, რომ შავი მაგია გააკეთოს. თუ შენ
ხსნის შენუფლება არ აქვს რომ გაგზავნოს. შავს არ აქვს უფლება რომ მოხსნას, იმიტომ რომ იმას მაინც ვერ გამოუვა ვერაფერი მოსახსნელი, იმიტომ რომ ის უკან დაუბრუნდება თავისი გაკეთებული. თვითონ თუ მოხსნა, უკან უტრიალდება, ხო? ვერც მოხსნის თვითონ. ლოცვას ვერ გააბათილებს ის, რაც ჩადო. თეთრი მაგია ნიშნა ხსნის აი ამ შავ მაგიას. ისიც თუ პროფესიონალი ხარ. წითელი მაგია, ყველა მაგიასთან ეს არის ენერგეტიკული მაგია, შავსაც ემსახურება და თეთრსაც შეიძლება ემსახუროს, მწვანე მაგიას როგორც თეთრს ემსახურება, ისე შავსაც ემსახურება. რუხი მაგია, მაინც გამორჩეული მაგია, რომელიც მარტო სასიყვარულო აი ამ ლოცვებს ატარებინებს ის შავთან, ну ნაკლებად თუ ვიღაცამ იმუშავა შავი მაგიის ძალებით. და თეთრთან არაფერი კავშირი არ არის. რა ხდება ადამიანებთან, ადამიანის ცხოვრებაში? როგორ შეიძლება რომ ადამიანმა თავისი ოჯახი უკან დაიბრუნოს, ან კიდე აი მოდიან ჩემთან და მეუბნებიან, წავიდა ჩემი მეუღლე რაღაცა უცბად მოწმენდილ ცაზე დილა გათენდა და ადამიანი ადგა და წავიდა, ხო? თუ ახლა დავინახეთ რომ განაკეთობა ან კიდე რაღაცა კი მოიხსნება. რა არის კიდე კვანძი, კარმული კვანძები, რომელიც ასტრალური ვარსკვლავები არის პროგრამები. ჩვენ ყველა ადამიანს გვაქვს ჩვენი პროგრამა, რომელიც ჩვენ უნდა გავიაროთ. ზოგს აქვს საერთო პროგრამა, скажем, 30 წელი უნდა იყო მეუღლესთან ერთად, ხო? და მე თუ წავიდა, ну რაც გინდა გააკეთეთ, ელემენტალურად თქვენ ვერ დაატრიალებთ და უკვე შავ მაგიას, ну მე მგონი ჯადოთი გაკეთებული მამაკაცი არავის არ ჭირდება, ხო? ну ბევრს კი ჭირდება, მაგრამ ჩემი აზრით ეგ არ არის უკვე მიზან შესაძლებელი. ეს არის მე პირადად არ ვურჩევდი ადამიანს გაკეთებული ჯადოსი კაცით იცხოვროს, იმიტომ რომ ის მაინც ბოლომდე ვერ იქნება, ის თავისი გულით მაინც არ ცხოვრობს, ის რაღაცა სხვა ძალა ამოძრავებინებს. მაგრამ თუ თვითონ დიაგნოზი ამბობს, რომ თქვენ ხართ ერთად, თქვენი ვარსკვლავები არის ერთად, ხო, ელემენტალურად, დაუსრულებელი ჰოროსკოპით იყოთ ერთად, მაგრამ აქ არის კიდევ კარმული ვარსკვლავები თუ არის ერთად და ეს ჯადო მოიხსნება, თავისით მოტრიალდება, გინდა შვილი იყოს, გინდა მეუღლე იყოს. თავისით ტრიალდებიან, თავისი გულით და ძალიან კარგად ცხოვრობენ, ბოლომდე ცხოვრობენ ერთად. მაგრამ ჩვენ ყოველთვის უნდა ვიცოდეთ, რომ დაცვითი პროგრამა აუცილებლად გქონდეს გაკეთებული, იმიტომ რომ ადამიანი უმტრო არ არსებობს. თუ ადამიანი ხარ, მაშინ მტერიც გყავს, ხო, ელემენტალურად და ის აუცილებლად გიმტრობს და კიდევ შეიძლება გაიკეთოს. და არის პროგრამები ერთწლიანი, არის პროგრამები ორწლიანი, არის პროგრამები ხუთწლიანი, პროგრამებიც არის დაცვითი პროგრამები, სადაც შეიძლება ადამიანი დაიცვას როგორც ავარიებისგან, როგორც ჯადოსგან, როგორც ავადმყოფობისგან, როგორც კლაშეებისგან, ლავრებისგან, მაგრამ არა ყოველდღიური კარმის პარაზიტისგან, რომელიც შეიძლება კოსმიური პარაზიტი ყოველთვის შეიძლება შემოვიდეს თქვენ აი ამ გონებაში და არასწორე, როცა ადამიანი არასწორად ცხოვრობს, ის შეიძლება ჩაილექოს და ფობიებად გადაექცეს და აი ზუსტად აქედან მერე ჩვენ ვიმყოფთ შვილიშვილზე ან შვილთა შვილიშვილზე აი ეს არასწორი მიმართულება ჩვენი აღებული. აი ზუსტად ეს მინდოდა მეთქვა რა არის აი თვითონ ვილაპარაკებ ჩვენ შემდეგ გადაცემებში აი სიტყვის ძალაზე ვილაპარაკებ ჩვენ აი ყველაფერი რო გაერთიანებულია, იმიტომაც შლით ჩვენ ყველა საკითხს, რომ ზოგი ელემენტალურად სიტყვით შეიძლება მოხდეს, ეს შეიძლება დააზომბირო ადამიანი ხო სიტყვით. სიტყვით შეიძლება ბევრი რამე, ადამიანი შეიძლება გააჯამთელო, ადამიანი შეიძლება მოკლა. ადამიანს იმდენად აქვს ფსიქიკა, სათუთი და ჩვენ გვაქვს აი უჯრედები, ხვრელები გვაქვს, შავი ხვრელები გვაქვს, როცა ილექება აი ეს,
როცა ჩვენი სეროტონინი და მელატონინი, აი ეს ჰორმონები ჩვენი, რომელიც არის ბედნიერების ჰორმონები, რომელიც ჩვენ გვკარგავთ და დაცვითი პროგრამა, რომელიც აღარ აგვაქვს, აი მეექვსე გზნობას, არ აქვს აი ეს ჩაკრებს ჩვენი, ყველაფერი ერთიანად ხდება, გაიგეთ და აქედან გამომდინარე ჩვენ ვკარგავთ უკვე ჩვენ თავს და ვაზომბირებთ, რომ აი ცუდად ვართ, ვერ ვარ კარგად, ვერ ვდგებით ლოგინიდან და ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც აი ვერ ვდგები, აი დილა გათენ და ძალიან ცუდად ვარ, არ ვარ კარგად, ხანდახან რომ ავდგები გონებას ვკარგავ, ძალა არ ამაქო. მაგრამ არა ჩემო მეგობრებო, значит თქვენთან არსებობს ისეთი ადამიანი, რომელიც თქვენ ენერგიას სრუტავს. აი ამაზე ზუსტად ენერგოვამპირიზმზე ჩვენ გვექნება შემდეგ უკვე შაბათს ამ გადაცემაზე, ვინც საინტერესო თვლით, რომ ეს გადაცემა იქნება ენერგოვამპირიზმზე, იქნება ძალიან საინტერესო თქვენთვის, ამაზეც გავშლით ჩვენ ამ საკითხს და მოძალადეებზე, რომელიც აი ამ ენერგიის მოსრუტვასთან არიან დაკავშირებული. ადამიანი როცა ენერგიას ვერ იღებს გარედან, ის ცდილობს, რომ მიიღოს ოჯახიდან შიგნით, რაც ადვილად შეიძლება. ეს არის ჩხუბით, ეს არის კამათით, ეს არის ყავირილით. ზუსტად ეგრე არიან ბავშვებიც, ცოტა ხანი რომ იტირებენ და თავისას გაიტანენ და აიღებენ ენერგიას და მერე კიდევ ჩუმად არიან, ხო? მანამდე კიდევ შიმშილი არ იყოს. ნუ ამაზე ჩვენ ვილაპარაკებთ, ეგ არის დიდი გადაცემა, სადაც ჩვენ ენერგოვამპირიზმზე ვილაპარაკებთ. თუ გექნებათ ამ საკითხებზე, ამ პანიკურ შიშებზე თქვენ კიდე შეკითხვები, შეგიძლიათ მომწეროთ, მე უფრო კარგად აგიხსნით, რასთან აგვაქვს ეგა და როგორ შეიძლება მოიხსნას ეს პანიკური შიში. ამ შემდეგი კვირა ჩვენ ელემენტალურად არ გვექნება ცუდი კვირა, მაგრამ ოთხშაბათი, ხუთშაბათი და შაბათი ცოტა პრობლემიური, ეს იქნება ცოტა ნერვიულობასთან დაკავშირებული, არასწორად სიტყვებთან დაკავშირებული მნიშვნელობა არ არის, რომელიც ზოდიაქოს პატრონი ხარ თქვენა, მნიშვნელობა ეს არ იქნება, იმიტომ რომ და ფრთხილად იყავით ტექნიკასთან, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანი შეიძლება გაუფუჭდეს ტექნიკა ოჯახში და ცოტა ფრთხილად იყავით ცხელი საგნებთან დაკავშირებით. მე იმას ვფიქრობ, რომ დღევანდელი გადაცემა ჩვენ შეგვიძლია დავამთავროთ. დიდი მადლობა ყურადღებისთვის. თქვენთან ერთად ვიყავი მე, ანა ლენორმანი და მინდა დაგემშვიდობოთ შემდეგ შაბათამდე.